პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უზენაეს სასამართლოს ეწვია. მთავრობის მეთაურმა შეხვედრა გამართა მოსამართლეებთან და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან. გაფართოვებულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე თემებს. განიხილეს სასამართლოს რეფორმების მესამე ეტაპთან დაკავშირებული კანონპროექტი და ფინანსური საკითხები. საქართველოს ისტორიაში ავირჩიეთ ჩვენ ქალბატონი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ძალიან დიდი პროგრესი მე ვიტყოდი. ძალიან სერიოზული განაცხადი არის, ეს რა თქმა უნდა უფრო მეტ ნდობას გააჩენს სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი ხელისუფლების და მე ვიტყოდი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ჩვენს პირობებში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლო გახდა აბსოლუტურად დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩარევისგან. დაისახა რიგი პერსპექტივები, რაც მომავალ შეხვედრებზე სამუშაო ჯგუფებში იქნება დაკონკრეტებული, ასევე დავსვით საკითხი მოსამართლეთა რიცხვის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს ხელმისაწვდომობას და მაღალი სტანდარტის გადაწყვეტილებების რეალურ შესაძლებლობებს შექმნის. ვისაუბრეთ ასევე მოსამართლეთა საპენსიო უზრუნველყოფას და კომპენსაციის საკითხებზე და ძალიან სასიხარულოა ჩემთვის და ზოგადად სასამართლო კორპუსისათვის, რომ ჩვენ ამ მხრივ მივიღეთ მხარდამჭერა